საღამოშვიდობის ვირფასო მაყურებლებო, დაბრუნდით თავისუფალი ბაზრის ეთერში და დღის თემა დავარჩიეთ გამოხატვის თავისუფლება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რადგან ბოლო უკვე წლების მანძილზე ჩვენ ვხედავთ, როგორ ეტაპობრივად მკაცრდება საკანონმდებლო ჩარჩო და სახელმწიფოს უпростоრად მმართველი პარტიის მიდგომა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ვერ ერკვევა, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის გამოხატვის თავისუფლება, ემხრობა კიდეც ასეთ შეზღუდვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორია. სწორედ ამიტომ დღეს ვთხოვე ადვოკატს, ადამიანის უფლებათა დამცველს გიორგი ტაბატაძეს, რომელსაც ძალიან დიდი ხნის გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მუშაობის, რომ მოსულიყო ჩვენს დღევანდელ ეთერში, რათა ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რატომ არის, რომ უფრო და უფრო მკაცრად ეპყრობიან ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ თავის აზრს, მათ შორის უხამსად, უხეშად, არასასიამოვნოდ ამ უკვე გავრცელდა ასეთი შეზღუდვები და სანქციები სოციალურ ქსელებში გამოთქმული აზრის მიმართ. რატომ ვუწოდებთ ჩვენ იურისტები და ის ადამიანები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლების მომხრე ვართ, რატომ ვუწოდებთ ხოლმე ასეთ უხამს გამოხატვასაც კი აზრს და არა თქვათ შეურაცხყოფას, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ. რატომ არის ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება არასწორი და დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. შეიძლება თუ არა ადამიანი Facebook-ზე გამოთქმული აზრის გამო დაისაჯოს ისევე მკაცრად, როგორც თქვათ მის მიერ განხორციელებული შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში, ფიზიკურ სივრცეში შეიძლება ყოფილიყო დასჯილი და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი საკითხია, ვეცდებით რომ ნელ-ნელა გავშალოთ ამ 1 საათის განმავლობაში. საკმაოდ მრავალფეროვანია უკვე ეს საქმეები ჩვენ გარშემო რაც ხდება და ძალიან ზოგადი კითხვით რომ დავიწყო, სად ვართ დღეს და რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? ძალიან ზოგადი კითხვა მესმის, მაგრამ ალბათ ყველაზე შესაბამისი. მადლობა მოწვევისათვის. დავიწყოთ იმით, რომ სად ვართ დღეს. ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყნის აშენება, უნდა აღინიშნოს, რომ ესე აკეთდება დემოკრატია, იმიტომ რომ დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს გამოხატვის თავისუფლებას. აი, მარტივად რო ავხსნათ, დემოკრატია ხო იმას გულისხმობს, რომ ადამიანები, პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ რაღაც იდეებს, გამოთქვამენ აზრებს და მე ამ იდეების საფუძველზე არჩევენ მოქალაქეები, რომელი უფრო დაარწმუნებს, რომ ისინი უფრო კარგად მართავენ ქვეყანას, ხო? ამ პროცესში მათ შორის კრიტიკაც უნდა იყოს დაშვებული, თუნდაც პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების კრიტიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გარჩევა, რომელია მტყუარი და რომელია მართალი ამ პოლიტიკოსებს შორის. არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, ნებისმიერი კრიტიკა უნდა იყოს დაშვებული. სხვანაირ შემთხვევაში უბრალოდ დემოკრატია არ მუშაობს, იმიტომ რომ ინფორმირებულ არჩევანს ადამიანები ვერ გააკეთებენ. მაგალითად რო ავიღოთ, თუ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში გაუარესდა მდგომარეობა, ან ეკონომიკური, ან რა ვიცი, სხვადასხვა მიმართულებით, სოციალური მიმართულებით გაუარესდა მდგომარეობა, ამ დროს ადამიანებს რა თქმა უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ გააკრიტიკონ მათ შორის მწვავედ. ეს მწვავე კრიტიკა შეიძლება გულისხმობდეს, რა ვიცი, მათ შორის იმ სიტყვების გამოყენებასაც, რომლებიც ადამიანებს შეურაცხყოფილად მიაჩნიათ, ხო? გამოხატვის თავისუფლება სწორედ ამისთვის არის საჭირო, რომ დაიცვას ზუსტად ამგვარი გამოთქმები, რომლებიც საზოგადოებაში შეიძლება მიუღებელიც იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის შეურაცხყოფელი იყოს, შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს. პირდაპირ წერენ ამას მათ შორის საერთაშორისო სამართლოები, რომ ამგვარ გამოხატავს ყველაზე მეტად იცავს გამოხატვის თავისუფლება, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ სადღეგრძელოებს და პატივისცემას არ ჭირდება დაცვა, ხო? მაგას ადამიანები ისედაც ახერხებენ და სახელმწიფომ რო არ დასაჯოს ადამიანები უსაფუძვლოდ, ამისათვის აუცილებელი არის, რომ თავის ექსტრემებში იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება და უკიდურეს ფარგლებში. კი, უკიდურეს, მაგალითად, ყველაზე შოკის მომგვრელი განცხადება, რაც შეიძლება გააკეთო, ისიც კი დაცული უნდა იყოს. აქ კიდე შეიძლება გარჩევა პოლიტიკოსისადმი მიმართულია თუ ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ, იმიტომ რომ მაგალითად პოლიტიკური სპიჩი, პოლიტიკური გამოხატვა მთელ მსოფლიოში ყველგან უფრო მაღალი სტანდარტია. ცივილიზებულ მსოფლიოში, ანუ უფრო მეტად არის დაცული, ანუ პოლიტიკოსის ლანძღვაგინება მთელ მსოფლიოში გაცილებით უფრო მეტად არის დაცული, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკოსები არიან საჯარო პირები, საჯარო ფიგურები.
მათ ევალებათ რომ მათ შორის მოითმინონ ამგვარი კრიტიკა, იმიტომ რომ ისინი იმგვარ ფუნდამენტური მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ შეიძლება იმსახურებდეს ამგვარ კრიტიკას და ამ საზოგადოებაში არსებულ დებატებში შესაძლოა აუცილებელიც კი იყოს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ძალიან მწვავედ გაკრიტიკდეს, მათ შორის იმგვარი სიტყვებით, რომლებიც საზოგადოების ნაწილს არ მოეწონება. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ეს დემოკრატიული პრინციპი, ანუ ხალხის მმართველობის პრინციპი არ მუშაობს. მოდი, იცი რა, ხო არ არის ისე რომ ჩვენ ქვეყნები, რომლებიც ვართ ოსაბჭოთა სივრცის ან ნაკლები დასავლური გავლენის ისტორიულად, ხომ არ გვაქვს ჩვენ საზოგადოებაში უფრო ისეთი მიდგომა, რომ დიდი კაცი, პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში, ისევე როგორც თავის დროზე იქნებოდა კეთილშობილი საზოგადოების წარმომადგენელი, თავადაზნაური ან ვიღაცა, ან მეფე მიიჩნევა უფრო პატივსაცემად ავტომატურ რეჟიმში. და შესაბამისად საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მიმართ მოითხოვს განსაკუთრებულ მოწიწებას. როგორც თქვათ არის მღვდლის შემთხვევაში, მღვდელი რომელიც არის ასე ვთქვათ ღმერთის დესპანი, რელიგიური მორწმუნე ადამიანისთვის, მის მიმართ მას გააჩნია თავისთავად გააჩნია განსაკუთრებული მოწიწება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, მე კი ვიცი რომ არ ნიშნავს, მაგრამ უნდა წარმოვიდგინო ასე ჰიპოთეტურად, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვა პოლიტიკური თანამდებობის პირი, ან ზოგადად თანამდებობის პირი, რაიმე განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს საზოგადოებისგან და ამიტომ მის მიმართ უნდა არსებობდეს განსაკუთრებული მოწიწება. და თუ არ ნიშნავს, მაშინ რატომ? აი ეს მინდა რომ უფრო კარგად ავხსნათ, იმიტომ მე ხშირად ვაწყდები ამას, რომ თავისთავად რეჟიმში, თავისთავად ადამიანებს უჩნდებათ განსაკუთრებული პატივისცემა, რომელიც შეიძლება მოდის ძალაუფლებიდან და ამ ძალაუფლების მიმართ შიშისგან, მაგრამ ითარგმნება იმაში, რომ ის დიდი კაცია და პატივუნდაცია, ასე როგორ შეიძლება ელაპარაკო თანამდებობაზე? რატო არ შეიძლება ველაპარაკო? ჩემს ყოველთვის გაუგებარი იყო ეს, რატომ? ცხადია, იმ კულტურით უნდა ველაპარაკო, რომელიც არის ჩემი აღზრდა და ასე შემდეგ მაძლევს, მიწესებს გარკვეულ ფარგლებს, რაღაცას ვთვლი, რომ მე არ შემეფერება განა თანამდებობის პირს, მე არ მეკადრება, რომ ვისაუბრო, თქვათ, აი რაღაცა ფორმით, მაგრამ ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მე ჩემი აღზრდა არ მაძლევს ამის საშუალებას და არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ ეკადრება. მე ასე მგონია. როგორია საზოგადოებისა და უამრავ ადამიანს აწყობთ, ხო თქვენ სასამართლოში ისეთ ადამიანებსაც ხვდებით, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვთ გამოხატვის თავისუფლებაზე. რა ახსნა გაქვთ? ეს ცოტა სამართლის სფეროდან რომ ცოტა გავიდეთ. გავიდეთ, რადგან საქართველოში ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ნუ ჩვენ გვინდა რომ აღარ ვიყოთ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, გადავლახოთ ეს ბარიერი და ვიყოთ განვითარებული უკვე ევროპული დემოკრატია, მაგრამ ფაქტი არის ეს, რომ ამ პრობლემებს ვაწყდებით. ეს პრობლემა, რომ პოლიტიკოსის კრიტიკა არ შეიძლებოდა წმინდა საბჭოთა პრობლემა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ იყო შექმნილი რაღაც პრივილეგირებული კასტა, ვითომ თანასწორობის იდეაზე შექმნილი ამ იმპერიაში, სადაც პოლიტიკოსებს, რაიკომის მდივნებს და ასე შემდეგ რაღაცა პრივილეგიები ჰქონდათ და არ შეიძლებოდა მათი კრიტიკა, მათ შორის არ შეიძლებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის დაფუძნება და ნებისმიერი ამგვარი გამოხატულება იყო რა თქმა უნდა სახელმწიფოს მიერ აღქმული როგორც შეტევა თავად სახელმწიფოზე და გაივსო გულაგები ადამიანებით. ხო, იდეაში ეს ხალხი იქ პოლიტიკური პატიმრები მაშინაც გამოხატვის თავისუფლების გამოისხდნენ ციხეში. არა მხოლოდ ისხდნენ ციხეში, გადაასახლეს უამრავი და და ბევრი დახოცეს კიდეც, ხო? ანუ ამ ზუსტად მანდ არის ამიტომ არის საგანგაშო, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა რატო არის მნიშვნელოვანი. რელიგიაც ახსენეთ, ანუ საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაც რელიგია პრაქტიკულად გამორიცხეს, მოკლეს რელიგია და იმის საფუძველზე შექმნეს რაღაც ბელადების კულტი, ხო? ღმერთი ჩაანაცვლეს ბელადებით, ხო? და ეხლა რატო არის ეს გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში? გამოხატვის თავისუფლება თავის შინაარსით არის ქრისტიანული იდეა. ქრისტიანულ წიაღში არის აღმოცენებული, ანუ არ არსებობს სხვა რელიგია, სადაც ეს დაიბადა. ლიბერალური დემოკრატია, მათ შორის ვიღაცას შეიძლება მოწონდეს, არ მოწონდეს, მაგრამ მხოლოდ ქრისტიანულ ქვეყნებში აღმოცენდა ეს. ანუ ვერ მანახებთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც ისლამი დომინირებს, მაგალითად და არის დემოკრატიული და გამოხატვის თავისუფლების იგივე სტანდარტი მოქმედებს, როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებაში. პირველად იყო სიტყვა. კი ბატონო, და მათ შორის იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს იმის გამო, რომ თავის რწმენას და თავის შეხედულებებს გამოხატავდა საჯაროდ.
და ზუსტად მეტი არაფერს ხო არ აშავებდა, ხო არც არავინ მოუკლავს, არც არავისთან არაფერი არ დაუშავები, ხო უბრალოდ თავის წმენას ქადაგებდა და შემდეგაც ქრისტიანების დევნა მიმდინარეობდა მათი აზრისა და გამოხატვის შინაგან ამ რელიგიური მწამსის გამო, ხო? და ეს ქრისტიანულ იდეაზე, რადგან ეს გამოცდილება ჰქონდათ ქრისტიანებს ამ დევნის ჩამოყალიბებას, მათ შორის ხელისუფლებისა და ეკლესიის გამიჯვნა და მათ შორის გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალური სტანდარტით დაცვა, ეს ჩამოყალიბდა მთლიანად დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციაში. მაგრამ ეხლა აუცილებლად შემოგედავება ის ადამიანი, რომელიც სკეპტიკოსი ან საწინააღმდეგო აზრზეა და გეტყვის, რომ ქრისტე არ ელაპარაკებოდა უხამსად არავის შეურაცხყოფას არ აყენებდა, თქვენ მას როგორ ედრებით და ამ ნაწილში ცხადია, სწორიც იქნება, მეც არ მახსენდება შეიძლება რამე არ ვიცი, მაგრამ ასეთი არ მახსენდება ცხადია. რატომ არის მაშინ ის უხამსი ფორმით გამოხატვა და მისი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი? ჯერ ერთი იმით დავიწყოთ, რომ კი ბატონო ქრისტე არ აკეთებდა მაგას, მაგრამ მაგალითად მეძავი დაიცვა, რომელიც მის მიერ ჩადენილი ქმედება ბევრად უფრო მძიმე იყო, ამორალური იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე ვიღაცის მიერ ვიღაცისთვის შეგინება, ხო? მაგრამ დაიცვა და თქვა, რომ პირველი ქვა იმან ესროლეთ, ვინც უკეთესი ხარ. და მაშინ ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ მათ შორის როგორც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი და მისი ქმედებები ამორალურად მიგაჩნდეს, არ გაქვს უფლება რომ ქვა ესროლო. ეგ იდეა მთლიანად ქრისტიანული იდეა და მე რა თქმა უნდა დასავლურ ცივილიზაციაში, ევროპაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ინგლისში ჩამოყალიბდა ეს როგორც კანონმდებლობის ნაწილი. ეს ჰაერიდან არ მოსულა მრავალსაუკუნოვანი კულტურის ნაწილი გახდა ჯერ და შემდეგ აისახა კონსტიტუციებში და კანონმდებლობაში და მათ შორის აისახა ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების სახით, სადაც რწმენის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ერთად წერია. სხვათა შორის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან გამოხატვის თავისუფლება ცალკე მუხლებული წერია კონსტიტუციაში და რწმენისა და რელიგიის თავისუფლება ცალკე გვიწერია. ტექნიკურად თითქოს ეს არ არის პრობლემა, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რატო წერია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთად ეს საკითხი, იმიტომ რომ გამოხატვა რწმენის იქნება ეს თუ უბრალოდ აზრის გამოხატვა რაღაც არის ადამიანის შინაგანი რაღაც ემოციისა და აზრის დაფიქსირება საზოგადოებაში, ხო? და არ აქვს მნიშვნელობა ეს რწმენით იქნება ნაკარნახევი თუ უბრალოდ მისი პიროვნული გადაწყვეტილებით დაცული უნდა იყოს თანაბრად. და ეს გახდა ბევრი კონსტიტუციის ნაწილი, მათ შორის ჩვენი კონსტიტუციის ნაწილიც, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღიურად არღვევს ეხლა ჩვენი ხელისუფლება, როდესაც იმგვარ კანონებს იღებს, რომელიც აი ზუსტად ეგ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კულტურას და იდეოლოგიას, რომ მიიღო კანონი, რომელიც ადამიანს სიტყვაზე ცარიელი ფურცლის ხელში ჭერის გამო დაკავების უფლებას მისცემს, თუნდაც ვინმეს გაკრიტიკების გამო დაკავების უფლებას მისცემს და ასე შემდეგ. ანუ თუ სადმე ვეძებთ ფესვებს, საიდან მოდის გამოხატვის თავისუფლება და თუ გვინდა ვთქვათ, რომ ქრისტიანობის დამცველები ვინ არის, ხო? ქრისტიანობის დამცველი არის ადამიანი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს და არა პირიქით ქრისტეს სახელით ჩაქუჩს უტყამს სხვას, ხო? ეს ხო არ არის ქრისტიანობა. და გამოვიდნენ თუ ეს არის ქრისტიანობა, გამოვიდნენ გააკეთონ განმარტება ჩემზე ბევრად კომპეტენტურმა ადამიანებმა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა გავიზარდეთ ქრისტიანული იდეოლოგიით, ხო? მე არავის არ უსწავლებია ჩემთვის, რომ ვინმე საზრი რო არ მოგწონს, უფლება აქვს მიხვიდე და ჩაქუჩი ჩაარტყა თავშიო, ხო? ან რა ვიცი, გახვიდე და სადრაბაზუსთან დახვდე და სცემო იძალა და ჯგუფურად ადამიანზე, ხო? ეგ გაცილებით 100-ჯერ მეტ ცოდვას ჩადიხარ, ვიდრე იმ ქმედების გამო, რაზეც პასუხს სცემ. ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილი ხმამაღლა მაინც არ იტყვის, რომ ემხრობა ასეთი ფორმით ანგარიშწორება სადარბაზოებთან და შეიძლება ღიად ზუსტად ისევე დაგმოს ასე არ შეიძლება ვთქვას, როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ ის თქვა დღეს რაც შეიქმნა ვიღაც რამდენიმე აქტივისტმა ადამიანმა კუნთებით შექმნეს ორგანიზაცია და გადაწყვეტეს, რომ საზოგადოების ღირსება და რაღაცა დაიცვან მუშტით. ამიტომ შეიძლება ჩვენ მეტი თანამოაზრე ვიპოვოთ, მგონია, მაგრამ იგივე ადამიანები, ვინც ასეთ უხეში ფორმით ანგარიშწორებას გაკიცხავს, ხშირად ემხრობიან ხოლმე საკანონმდებლო შეზღუდვებს და ამბობენ ამ ფრაზას ვაწყდებთ ყოველდღიურ რეჟიმში, ვიცი რა კანონი შეასრულონ,
კანონში წერია, კანონი დაიცვან და მაშინ არ მოსთხოვენ პასუხს. ანუ რა განსხვავებაა მუშტიანი ადამიანი ქუჩაში დახვდება სადარბაზოსთან და ისე აუკრძალავს ვინმე ხმის ამოღებას, საკუთარი აზრის ქონას, თავრობის წევრზე, რიგით საჯარო მოხელეზე, მსახიობზე, მწერალზე, გარდაცვლილ მწერალზე, თუ აუკრძალავს ამას მთლიანი სახელმწიფო სისტემა კანონით, ჯარიმით და ციხეში გაშვებით. რომელი უფრო პრობლემურია სინამდვილეში და ან არის თუ არა ეს ერთი და იგივე? შეიძლება თუ არა მიგეთ კითხვაზეც დავამატება, რომ შეიძლება თუ არა ყველა კანონი იყოს სამართლიანი. ეს ძალიან გავრცელებული კითხვა იურისტებში, მაგრამ აი არა იურისტებისთვის რომ ავხსნათ, რატომ არ შეიძლება ნიშნავდეს, რომ კანონში რო წერია, ის ყოველთვის კარგია და სწორია. ამისი მაგალითები კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ საქართველოს არ არის ქვეყანა, სადაც საზოგადოების უმრავლესობა მზად არის, რომ სხვა ადამიანს თავისი აზრის გამო ფიზიკურად გაუსწორდეს. არ ვართ ეგ ქვეყანა ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, უფრო მეტიც საფუძვლიდანვე. ნუ იმდენად რამდენადაც ქრისტიანული ფუნდამენტი ჩვენთანაც ჩაეყარა ამას. ქრისტიანული საზოგადოება ვართ და არ შეიძლება რომ აქ უმრავლესობა იყოს მასეთი განწყობების. ეს რაც არის შექმნილი ახლა ძალადობრივი ხო ხედავთ რომ ყველა არის დაორგანიზებული, ხო? ამიტომ ის ფაქტი რომ თითქოს საზოგადოება აღშფოთდა და ის ადამიანები, ვინც ძალადობენ საზოგადოების აღშფოთებული ნაწილი არის არასწორი, იმიტომ რომ ჩვენ პირად მე ვყოფილი ვარ ადვოკატი, მაგრამ მიშამ შვილდაძის ადვოკატი, სადაც ზურა ჯაფარიძის ადვოკატი, სადაც გახსოვთ რომ ამბობდნენ რომ გაბრაზებული მოქალაქე დაესხა თავს ადამიანს და პირდაპირ დავადასტურეთ მტკიცებულებების სტრასბურგში გვაქვს ერთ საქმე რომ პირდაპირ 10 სუსის თანამშრომელი იყო იქ რაციებით და არეგულირებდნენ როგორ უნდა დასხმოდა თავს, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და იყო დადგმული, ხო? აი ეს დავადასტურეთ პირდაპირ მტკიცებულებებით, ხო? და ეს სტრასბურგში აგერ ნახავ და გამოვა ის გადაწყვეტილებას, ხო? და სინამდვილეში ეს საზოგადოებაში გაჩენილი პრობლემა არ არის. ეს არის ხელოვნურად გაკეთებული პროპაგანდის მიერ და ხელისუფლების მიერ არის წახალისებული, თორემ მე არ მჯერა რომ საქართველოში ეგეთი ქვეყანა, სადაც აგერ თბილისში ჩვენთან ახლოს 4 სარწმუნოების ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სომხური ეკლესია ერთად დგას და არავის არასოდეს კონფლიქტი არ ქონია, არ შეიძლება ამ საზოგადოებაში იყოს, რა ვიცი, ვიღაცამ წერალზე გაკეთებული განცხადებების გამო ის მოკლან ცემით. არ არის გამორიცხულია რომ ეს საზოგადო შეიძლება ვიღაცამ გააკრიტიკოს, შეიძლება შეაგინოს კიდეც ამ რატო აკრიტიკებს ჩემს საყვარელ მწერალს, რატო აკრიტიკებ, მაგრამ ის ფაქტი რომ ის მზად იყოს რომ დახვდეს და მუშტებით გაუსწორდეს თან სამი ადამიანი ერთ ადამიანს, ხო? არ ვართ ჩვენ მაგის ქვეყანა, ტყუილად ცდილობენ წარმოაჩინონ რომ ველურების ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ მართლა ცივილიზაცია, საიდანაც რომელიც ფუნდამენტშივე იყო ქრისტიანული ცივილიზაციის ფუძემდებელი და პრეტენზიაც უნდა გქონდეს ამისი. და ამიტომ ამგვარი გამრუდება ყველაფრის არ შეიძლება. რაც ეხება ეხა შემდეგ კითხვას კანონის თუ შეიძლება იყოს მათ შორის სამართლიანი. თუ ავიღებთ ავტომატურად. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს საქართველოს კონსტიტუცია. მიუხედავად კანონისა, კონსტიტუციაში წერია რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია. წესით კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. და თუ კანონი არის უსამართლო, კონსტიტუცია უნდა აზღვევდეს ამას. და ამას უნდა აზღვევდეს მათ შორის სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო. პრობლემა გვაქვს ჩვენ აქ, იმიტომ რომ კანონს განმარტავს სასამართლო, რომელიც დღემდე ამდენი უკვე 40 წლამდეა დამოუკიდებლები და ვერ შევქმნით დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც დააზღვევდა ამგვარ სერიოზულ პრობლემებს, რომ როგორც უნდათ ისე კითხულობენ კანონმდებლობას. მათ შორის ამ Facebook-ზე გინებების გამო ადამიანების ციხეში ჩაჯდომა, ხო, მაგალითად გიორგი ახობაძე 25 დღით ზის იმის გამო, რომ თავის ჩამდებ პოლიციელზე Facebook-ზე რაღაც შეურაცხყოფილი დაწერა, ხო? და ვახსენე იმის გამო, რომ დასცინა ახალ მიღებულ კანონს საკმაოდ წარმატებული. გავიაროთ ეს საკითხიც, ანუ ონლაინ რატო განსხვავდება და რა არის მსგავსება და ასე შემდეგ. ზოგადად ონლაინ შეურაცხყოფა აბსოლუტურად სხვა საკითხია, ვიდრე პირდაპირ ფიზიკურად შეურაცხყოფა და ეს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვანაირად არის დარეგულირებული. კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა, როდესაც ხდება პირად ორ ადამიანს შორის, მაგ დროს თუ ეს იწვევს მყისიერი ძალადობის საფრთხეს, გამოხატვის თავისუფლება ამერიკაშიც მათ შორის რეგულირდება.
რეგულირდება, იმიტომ რომ არ შეიძლება მაგალითად პირადად ისეთი მძიმე შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს, რომ იმან მერე მუშტი დაგარტყას და ასე შემდეგ. ანუ ეგ რადგან მასეთ საფრთხეებს იწვევს მყისიერ ძალადობას, ეგ შეგიძლია თეორიულად დაარეგულირო და თქვა, რომ აი რაღაცა არის რაღაცა ზღვარი, თუმცა მანდაც რთულია და მანდაც დამოუკიდებელი სასამართლო გინდა, რომ გაარკვიო რა არის ფიზიკურად შეურაცხყოფელი და რა არა, მაგრამ ეგ რატო არის? ანუ მაგალითად ძალიან უხამსი შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში შეიძლება იყოს საკმარისი საფუძველი თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი რომელსაც აქვს გამოხატვის თავისუფლების ყველაზე მაღალი სტანდარტი მთელ დედამიწაზე გახდეს საკმარისი საფუძველი იმისთვის რომ სახელმწიფო ჩაერიოს და გააჩეროს. ოღონდ გაჩერება არის გაჩერების მიზანი არის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება, რომ არ გადაიზარდოს უფრო დიდ კონფლიქტში და არ ჩაერთოს უფრო მეტი ადამიანი, ან ამ ორ ადამიანის შორის არ გამწვავდეს კიდევ უფრო მეტად და არა ის, რომ პირი ამოუკეროს და ნათქვამი სიტყვის გამო დასაჯოს ადამიანი. ნუ წესით მე ასე მესმის, ასე მათ შორის მარტო შეურაცხყოფა კი არ ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ძალადობის საფრთხეს იწვევს. მაგალითად, დგას 10 ადამიანი და დგას 1 ადამიანი, რომელიც არ მოწონს ამ 10 ადამიანს. ამ 10 ადამიანი ერთი გამოირჩა და შესძახ ამათ, რომ მოუკლათ ეს. და ამ შეძახის მოყვა ფიზიკური ძალადობა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიტყვა და ჯერ არ გადაწყვეტა მოქმედებაში. თუ მყისიერად მოყვება ამას საფრთხე, რომ აი მართლა ეს 10 ადამიანი დაესევათ ამ ერთ ადამიანს მოკლავს, შეგიძლია რომ ეს 10 ადამიანი ამ 10 ადამიანის გამოხატვის თავისუფლება იმ ნაწილში, რომ მოუკლათ, ქვავესროლოთ ასე შემდეგ, შეზღუდო და შეგიძლია მათ შორის დააკავოკიდეს ეს 10 ადამიანი. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამგვარი საფრთხე არ იქნება და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი არის ონლაინ სივრცე, ხო? შეიძლება ერთი ადამიანი ავსტრიაში იყოს და მეორე საქართველოში და წერდეს რაღაცას, მათ შორის კონფლიქტი არასოდეს არ მოხდება, მით უმეტეს პოლიტიკოსებს თუ ეხება ეს, რა ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარეს თუ აკრიტიკებ, ხო? ანუ რა საფრთხე არსებობს იმის, რომ მათ შორის ფიზიკური ძალადობის საფრთხე წარმოიშობა. ხო არ არის ეგეთი არაფერი, ანუ საფრთხე არ არის, დაცვის ინტერესი არ გაქვს ამიტომ. აი ესე იგი, თეორიულად შეიძლება არსებობდეს ესეთი განვითარების პერსპექტივა, რომ როდესაც ცნობილი ჟურნალისტი დასცინის პარლამენტის თავმჯდომარეს, დაცინვის იქით არაფერს არ აკეთებს, არ ხვდება სადარბაზოსთან, თავს არ უტეხავს, ეს ვიცით, მაგრამ რეგულარულად დასცინის. შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე შავლო პაპუაშვილს ეს ისე ეწყინოს, რომ გამოვიდეს და თავი გაუტეხოს ვახოსანაიეს და ეს რომ არ მოხდეს ამის გამო ვახოსანაია მიყავ ციხეში. ოღონდ მანდ არის ტესტი, ეგ უნდა იყოს მყისიერი და რეალური საფრთხე. ანუ როცა შენ Facebook-ზე ზიხარ და კითხულობ რაღაცას, შეგიძლია ეს კომენტარი წაშალო, დაბლოკო ადამიანი და ასე შემდეგ. ამიტომ არ აქვს გამართლება იმას, რომ ანუ დრო მყისიერება არის მნიშვნელოვანი რა მაგალითად ერთი ადამიანი რომ მეორე შეურაცხყოფას მიაყენებს მყისიერად შეიძლება მოხდეს ძალადობა ხო პირადად როცა ხვდები ადამიანს და როცა Facebook-ზე იწერება და იქ ფიზიკური კონტაქტი არ არის და თან მართლა ყველა სოციალურ ქსელს აქვს ის ფუნქცია რომ რა ვიცი უბრალოდ ადამიანი თუ გაწუხებს და იმის კომენტარები გაწუხებს დაბლოკე დაარეპორტე ასე ვთქვათ რა ვიცი რაღაც ან გაქვს ეგ მექანიზმები და შენ როცა ამის დასჯას იწყებ აი ეგ არის ზუსტად დემოკრატიის ფუნდამენტის მორღვევა და მათ შორის არაქრისტიანული საქციელი, როდესაც ადამიანს სიტყვების გამო, უბრალო სიტყვების გამო თან მით უმეტეს ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა. მაგალითად გიორგი ახობაძე 20 წლიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთთა ემუქრებოდა ადამიანს. იმის გამო ნარკოტიკები ჩაუდეს განსაკუთრებით. მე ვერ დაუმტკიცეს გამოუშვეს. ამასობაში სანამ დაწესებულებაში იყო ავადმყოფი დედა გარდაეცვალა, იმხელა ტრაგედია გადაიტანა ადამიანმა. და ანუ იმისი უფლებაც არ აქვს რომ Facebook-ზე დაწეროს თუნდაც ვიღაცისთვის არამოსაწონი კრიტიკა, ხო? და ამის გამო ეხლა ის თან ერთს დავაზუსტებ რომ ეს იყო უკვე არაპერსონალიზებული, არა კონკრეტული სახელი და გვარის მიმართ განხორციელებული, თქვათ, გინება, არამედ აბსტრაქტული. კი ბატონო, ჩამდებ, ყველა ჩამდებ პოლიციას თუ არავის არ ეხება და თუ ასეთები არ არიან, არც კი არავის არ უნდა წყენოდა. კი ბატონო, ყველა ჩამდებ პოლიციას და ვინც ამას ამართლებს, მაგათ შეაგინა, ხო? ახლა ნახე, მინდა რომ გადავიდეთ იმ მექანიზმზე, რომელსაც დღეს ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო მმართველი პარტია იყენებს ასეთი ადამიანების გასაჩუმებლად, პასუხის საგებად. ჯერ პირველ რიგში შემოდის სანქციის სახით ჯარიმა. მანამდე რუსთაველზე მდგომებს ტროტუარზე დგომისთვისაც მათ შორის აჯარიმებდნენ ძალიან დიდი თანხით. ახლა ამან გადაინაცვლა უკვე Facebook სივრცეში და ჯერ დააკისრეს ჯარიმა. აქაც ბევრი მოვისმინე, რომ გადაეხადათ და არ გაუშვებდნენ ციხეში, მე პირადად მიწერენ,
Facebook-ზე ღიად დავდე ერთ-ერთი პოსტი და იქ მიწერენ, რომ 14 დღეზე წუწუნებთ, ხალხი 14 წლით მიდიოდა. Რა თქმა უნდა, 14 წლით რომ მოსამართლოდ მიდის ადამიანი, ეს კიდევ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის ტრაგედია და დანაშაულია, ვიდრე 14 დღით რომ მიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც 14 დღე უშვებენ, ან 25 დღე უშვებენ, თუნდაც 1 დღე უშვებენ ტყუილ უბრალოდ და წყვეტენ საკუთარ ოჯახს, სივრცეს და გამოკეტავენ კედელს შუა, ამას შევეგუოთ. რატო უნდა ყველაფერი 1 დღიდან იწყება და ისე მშვენივრად მივა ბოლოს 20 წლამდე, თუ თვალს ახუჭავ, როგორც დაგებარი. ხო და დავუბრუნდეთ ახლა ამას. არის თუ არა ეს ჯარიმა, თუ დავუშვებთ, რომ თუნდაც დავუშვებთ, რომ რაღაცა ქცევა მართლა იმსახურებს სახელმწიფოს ჩარევას და სასწრაფოდ აღკვეთას. არის თუ არა ის ჯარიმები, რომელსაც დღეს ჩვენი სასამართლო იყენებს კანონმდებლობაზე დაყრდნობით ადეკვატური ჩვენი დღევანდელი რეალობის შემოსავლების საგზაო ჯარიმებზეც ჰქონდა ჩვენ იგივე პრეტენზია, რომელიც ტვირთად აწვა ღარიბ მოსახლეობას და მდიდრისთვის საერთოდ არ წარმოადგენდა არანაირ ტვირთს და საერთო ჯამში არ აღკვეთს, ვთქვათ, იმ საგზაო შემთხვევებს და ფაქტურად არის ბიუჯეტის გაზრდის წყაროდ ქცეული, ხო? მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა ამ გამოხატვის აზრის გამოხატვის ჯარიმებს. თუ ვთქვათ ადამიანს აჯერიმებენ 5000 ლარით, მერე კიდე 5000 ლარით, ადის 30000, 40000 ლარზე და მერე უშვებენ ციხეში. აი აქ როგორ ხდება ეს საკანონმდებლო შეფუთვა, გადაფუთვა ამისი, რომ აი ჯარიმა ვერ გადაიხადა და ამის გამო გაუშვეს ციხეში. ფორმალურად ეს ასეა. როგორც საგადასახადო თქვა დავალენების გამო შეიძლება სხვა პასუხისმგებლობის ფორმა შეიცვალოს, რაღაც ასეა. მაგრამ რეალურად ჩემი აზრით ეს არის ის სუსხავი ეფექტი, რასაც ამერიკაში უწოდებენ გამყინავი ეფექტი, რომელიც აჩუმებს სხვა ადამიანებს, რომ მათაც გამოხატონ აზრი, იმიტომ რომ მე ვაღიარებ, რომ მე უკვე ვუკვირდები რაღაცა მომენტში კი რა თქმა უნდა ძირთადად მაქვს უფრო მეტი გაბრაზება და მინდა რომ მაგრამ აი სიტყვებს ვარჩევ, იმიტომ რომ არც ჯარიმე მინდა და არც მიტომაც ციხეში წასვლა. ამიტომ მე ვარჩევ შეძლებს დაგვარად სიტყვებს, რომ აზრი გამოვხატო. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ იგივე აზრის გაშიფრვა სასამართლო არ მოახდენს და არ იტყვის, რომ ესეც შეურაცხყოფელი იყო, მე რა რომ ცუდი სიტყვა არ დაუწერია. სანამდე მივდივართ და რა არის ეს ჯარიმები და მე ჯარიმებიდან ციხეში გაშვება რა ეფექტის მქონია. კი ბატონო, ჯერ დავიწყებ იმით, რომ ჯარიმა რომ არ გადაიხადეს და მე ციხეში მიდის, ეგ ნაწილი კაიხნის წინ გავიარეთ უკვე, იმიტომ რომ ეხა არის პირდაპირ პატიმრობა კანონის შეცვალეს და მათ შორის ტროტუარზე დგომის გამო პირდაპირ პატიმრობა, ანუ აღარ არის რომ ჯარიმას დაგიწერენ 5000 ლარიანს და მე განმეორებით კი ეს კი, მაგრამ ამ გამოხატვის, ანუ Facebook-ის პოსტების გამოც იგივეა? Facebook-ის პოსტებზე ჯარიმაც არის და პატიმრობაც არის ალტერნატიულად. პირდაპირ პატიმრობაც არის? პირდაპირ პატიმრობაც შეუძლიათ, პირდაპირ თუ კი არა და რაღაც ბედავენ და აკეთებენ სამწუხაროდ პირდაპირ პატიმრობაც შეუძლიათ, იმიტომ რომ განმარტავენ იმუხლებით, რომლებიც მაგალითად საზოგადოებაში ლანძღვაგინება, წვრილმანი ხულიბინობა და პოლიციის შეუწყვეტობა, ან პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, პირადად ფიზიკურად რაც ხდება, ზუსტად იგივე მუხლებს განმარტავენ, ოღონდ ონლაინ სივრცეში გადაიტანეს. ამიტომ ის რო არ გადაიხადეს და მაგიტო ჩასვეს, ფლად ისტორია არ არის, ხან პირდაპირ ციხესაც იყენებენ. ეხლა რაც ეხება ადეკვატურობას ჯარიმების, აი მარტივად ამას ხსნი ხოლმე, მათ შორის სასამართლოში ამას ვლაპარაკობ ხოლმე რა და ადამიანებმაც რო გაიგონ რამხელა არაპროპორციულობასთან გვაქვს საქმე. მაგალითად მე რომ საჭესთან დავიჯდე სიჩქარეს გადავაჭარბო და ვინმეს დავეჯახო, ნუ არ დავაზიანო ჯანმრთელობთ, უბრალოდ დავეჯახო და მანქანა დაუზიანო, ხო? მაგისთვის ჯარიმა არის 250 ლარი. ანუ საშიშროება რაღაცა რაც ჩავიდინე და მოყვება ჯარიმა, ხო? რაც იდეაში ადეკვატური არის ალბათ, მაგრამ უბრალოდ გადაკეტილ ქუჩაზე რომ მივიდე და დავდგე, არის და აი თავიდან იყო 5000 ლარი ჯარიმა, რომელთაც რა ზოგს 9 მილიონი ჯარიმა აქვს და აღებული და უბრალოდ გადაკეტილ ქუჩაზე ვდგავარ, არც არავის ხელს არ უშლი, არც ვძალადობ, არც არავის ვეჯახები, არც სიცოცხლის საფრთხეს უქმნი, პოლიციელებისვე გადაკეტილ ქუჩაზე დგომის გამო 5000 ლარიან ჯარიმებს აკისრებდნენ, ხო? ანუ ეხლა რომ შევადაროთ ეს ორი ქმედება ერთმანეთს, მანქანით ვიღაცისთვის დაჯახება, რა საფრთხის შემცველია და მეორე უბრალოდ გადაკეტილ ქუჩაზე დგომა. ანუ გადაკეტვაც არა, უბრალოდ სხვა ადამიანებმა გადაკეტეს, მივედი და დავდეგი, ხო?
ანუ მაგ პროპორციულობას ხო ცხადად ხედავთ 250 ლარსა და 5000 ლარს შორის რამხელა სხვაობა არის. ამიტომ ეს ცხადი არის იმისთვის არის გაკეთებული, რომ ადამიანის ლაპარაკი და ელემენტარული გამოხატვა აუკრძალონ, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი არის შეკრების თავისუფლებაც, ანუ ფუნდამენტური მნიშვნელობის არის, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცას არ თანხმდებით სიტყვაზე და გვინდა რომ სხვანაირად გადაწყდეს, გამოდივართ და მშვიდობიანად ვიკრიბებით, რომ ერთად მოვიფიქროთ, რანაირად შევცვალოთ ის რეალობა, რაც ჩვენს გარშემო არის, ხო? ეგეც რა თქმა უნდა, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ძალიან გადაჯაჭვული უფლებები არის. და ამის შეზღუდვა რომ უნდა და რაც ახსენეთ, უსხავი ეფექტი, აი ზუსტად მაგის გამო აკეთებენ, რომ ადამიანებმა აღარ შეძლონ ადამიანის მთავარი ფუნქცია რაც არის, რაც განასხვავებს ცხოველისგან, საუბარი, აზროვნება, გამოხატვა, მათ შორის კრიტიკის დაფიქსირება. აი მაგისი შეზღუდვა უნდათ, ხო? და ეს კანონმდებლობაც ნელ-ნელა მკაცრდება და თუ ვიღაცას ესოტავება 14 დღე, არ ვიცი, ალბათ არც ნამყოფი არის ციხეში, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება იქ, არც იზოლატორში არის ნამყოფი და მე ყველა მათგანში ნამყოფი ვარ, მათ შორის შიგნითაც საკნებშიც ყველგან ვიცი რა პირობებია, ვიცი რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი, კარს რომ ეუკეტავენ რკინის კარს და 25 დღე ახლა გიორგი ახობაძე სამარტო საკანში რო იჯდება ისე რომ პრაქტიკულად მთელ სამყაროს მოწყვეტილი ხარ და 1 საათი შეგიძლია გასეირნება მხოლოდ და აი რის გამო თან რო ფიქრობ იმ უსამართლობაზე თან რის გამო ხდება ეს რო ფიქრობ რომ გარეთ შენი ოჯახის წევრები როგორ ნერვიულობენ და მე მაქვს ხოლმე ჩემ პროფესიიდან გამომდინარე მათი ოჯახის წევრები მაგალითად დღეს ახლა არის 10 ადამიანი დაკავებული და მე მაქვს ურთიერთობა მათი ოჯახის წევრებთან ერთ წუთი წარმოიდგინონ თავიანთი შვილი რო დაიჭირონ თავიანთი ძმა რო დაიჭირონ თუნდაც დედა მამა რო დაიჭირონ აი მაშინ თქვან 14 დღე ცოტაა თუ ბევრი არის რა იმიტომ რომ მე პირდაპირ კონტაქტი მაქვს ამ ხალხთან და ვიცი რამხელა სტრესს და ტრაგედიას იწვევს ეს ყველაფერი ხო ამიტომ სანამ მაგაზე ისაუბრებენ უნდა მიხვდნენ რომ ეს თუ ამ ხალხს ამ ყველაზე აქტიურ და ასე ვთქვათ დემოკრატიის სადარაჯოზე ყოფ ხალხს გადაჯეკავს სისტემა შემდეგ იქნებიან ისინი ანუ ის რო აი არ შეიძლება მათთან მივა რაღაც პრობლემა გამოთქვამენ კრიტიკა რაღაც მაგალითად რა წყალი დაუწყდება დენი შეუწყდება ან რაღაცა უბრალოდ რა ვიცი მის შვილი წააწყდება რამე პრობლემას და მოუნდება საზოგადოების ხარდაჭერა და გამოვა და საჯაროდ იტყვის რაღაცას და აი მაგ დროს წააწყდება ზუსტად იმ სისტემას რომელსაც თვითონ ამართლებდა ადრე თუ გვიან და ჩვენ ამის მაგალითები გვინახავს ქართული ოცნების მომხრეები რო გამოდიან და ამობენ რომ იცი მე აი არჩევნებში ვეხმარებოდი და ესე არ უნდა მომქცეოდნენ და ასე შემდეგ ანუ გვიანია ხოლმე მე სამწუხაროდ მარტო მომხრეები კი არა მათ შორის ჩვენთან უკვე ადვოკატებთან მოდიან ამ სისტემის შემქმნელებიც მათ შორის უმაღლეს თანამდებობაზე მყოფი პირებიც რომლებიც ახლა წააწყდნენ იმ უბედურებას რაც თავად შექმნეს და ძალიან ბევრია ასეთი უკვე და გადახედონ თვითონაც რამდენი ზის ციხეში უკვე ქართული ოცნებისვე წარმომადგენელი და თუ ქვეყანაში იქნება ესეთი უსამართლობა ხო მოწყვლადი არის ამ უსამართლობის მიმართ აბსოლუტურად ყველა ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ის მოსამართლეა მინისტრია თუ უბრალოდ კოორდინატორია პარტიის ამიტომ ეს საუბარი რომ 14 დღე რა მოხდა ეხლა ვიღაც ჩემიანი ხო არ არის და რაღაც არ შეიძლება ეს თუ ადამიანები იბრძვიან ყველასთვის და არა მარტო თავისთვის ხო და თუ სისტემა უსამართლოა მათ შორის ამ ადამიანებისთვისაც რა შეიძლება იყოს ის ზღვარი სადაც მართლა შეიძლება სახელმწიფო ლეგიტიმურად ერეოდეს მათ შორის თქვათ ამერიკული ნაწილობრივ ამაზე კი საუბრე მაგრამ აი როდესაც თქვათ უხამსობაზეა ლაპარაკი აი რა არის მაგალითები შეიძლება სულ სიტყვები არ გამოიყენო მაგრამ რაღაცნაირად რო ავხსნათ აი თუ ადამიანი ფიქრობს რომ როგორ ყველაფერი უსაზღვრო როგორ შეიძლება ჯობია რომ უსაზღვრო იყოს მე რომ მკითხოს სანამ ადამიანი ფიზიკურ ძალადობაზე გადავა აზრი იყოს და სიტყვა მთლიანად თავისუფალი, მაგრამ აი თუ კი ამის მაგალითები არსებობს ზღვარი დგინდება, სად არის ეს ზღვარი და ასევე მინდა რომ აუცილებლად ძალიან ყვადაღებული თემაა ეს და სამართლიანადაც სხვათა შორის, რომ ცალკეული ევროპული ქვეყნების გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი დღეს, დაცვის სტანდარტი დღეს მკვეთრად განსხვავდება ამერიკული სტანდარტისგან. უფრო მკვეთრად, ვიდრე ეს იყო თქვა 10 წლის წინ და ეს ხშირად მოყავთ ხოლმე ქართული ოცნების შემოქმედებს, ისევე როგორც მათ მომხრებს, მაგალითად, რომ მაი თქვენ იცით რა ხდება ბრიტანეთში ან გერმანიაში.
მაგრამ არასდროს არ საუბრობენ ამერიკაზე, სადაც მიუხედავად იმისა, რომ იქაც ბევრი არასწორი რამ ხდება ბოლო დეკადის მანძილზე, ჯერჯერობით მსგავს შეცდომებს არ უშვებენ და Facebook-ზე გამოხატული აზრის გამო, რომელსაც hate speech სიძულვილის ენას უწოდებენ, ადამიანებს ჯერჯერობით რამდენადაც შემცნობილია ციხეში არ სვამენ. ყოველ შემთხვევაში ისეთი პრეცედენტები არ გვაქვს, რაც გვაქვს ბრიტანეთში და გერმანიაში. ხო და დაუბრუნდეთ ისევ კითხვას, რა არის ის ზღვარი, რომელსაც ამერიკული სტანდარტითაც კი დასჭიდნენ, რაიმე ფორმით მოსთხოვდნენ პასუხს და რამდენად სწორია ის, რაც ხდება ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში. კი ბატონო, პირველ რიგში გავმიჯნოთ ეს ორი საკითხი, გამოხატვის თავისუფლების ამერიკული სტანდარტი სხვა არის, როგორც ახსენე და ევროპული სტანდარტი სხვა არის. და რაშია განსხვავება? გამოხატვის თავისუფლების ამერიკული სტანდარტი გულისხმობს ბრანდენბურგის ტესტს ეძახიან, ბრანდენბურგი ოჰაიოს წინააღმდეგ საქმეში დამკვიდრი და სადაც აი წეღანერად საუხსენი ძალადობის ტყისიერი ძალადობის საფრთხეზე გადის, მათ შორის დაცული არის იმგვარი შოკის მომგვრელი გამოხატვაც, როგორც არის, რა ვიცი, ფაშიზმი, უკიდურესი კომუნისტური იდეების გამოთქმა, თუნდაც საჯარო თავშეყრის ადგილებზე, აი ამგვარი ქმედებებიც კი არის, ამგვარი გამოხატვაც კი დაცული არის, მანამ სანამ ეს არ მივა ძალადობის საფრთხემდე და იქ ამ გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს სასამართლო სისტემა, როგორც შტატების, ასევე ფედერალური, მათ შორის იქ შტატები, ლიბერალური შტატები, რომლებიც მათ შორის ცდილობენ, რომ მაგალითად hate speech და დასჭადი იყოს და შემდეგ ვერაფრით ვერ გადაახტებიან პირველ შესწორებას, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერი გამოხატვა არის დაცული მათ შორის ეგრეთ წოდებული hate speech-იც. ეხლა მარტივად რო ვთქვათ ეს სიძულვის გამომართვეს, ანუ კონსტიტუციის პირველი შესწორება, ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას. კი ბატონო, და ეხლა რა ხდება ჩვენთან? ჩვენ გვქონდა აქამდე წინა ხელისუფლების დროს მიღებული გამოხატვის სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონი, სადაც ჩვენ გვქონდა ამერიკული მოდელი გადმოტანილი და მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წინა ხელისუფლების დროსაც კი მიყვებოდა ამ მოდელს და არსებობს გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელიც პირდაპირ ამერიკულ ტესტს ადგენს, რომ ძალადობის ტყისიერ საფრთხეზე გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლების ჩარევის. მათ შორის გამოხატვის შესახებ კანონში ნახსენები იყო ის საკითხის პირისპირ შეურაცხყოფაზე და გამიჯნული იყო ან სოციალურ ქსელში ან სხვაგვარი მეთოდებით ლანძღვაგინებასთან, ხო? და მეორე არის, ეს არის იდეალური შემთხვევა, რომ მივყვეთ ამერიკული სტანდარტით, რომ დაიცვა გამოხატვა, ხო? როცა შინაარსში არ ჩაყვები და იცავ ნებისმიერ გამოხატვას, მანამ სანამ ძალადობა არ იქნება, იმიტომ რომ შინაარსში რო ჩაყვები, მე უკვე გემოვნების საკითხია. იქ ვიღაცისთვის მონა არის შეურაცხყოფელი, ვიღაცისთვის უშუალოდ ლანძღვაგინება უნდა იყოს შეურაცხყოფელი და ვიღაცისთვის, რა ვიცი, წყევლა გახდა შეურაცხყოფელი, აგერ გქონდა მაგის პრეზიდენტიც, რომ ადამიანმა გამწარებულმა ადამიანმა დაწყევლა და წყევლის გამო და ის შემთხვევებიც ქონდა, როდესაც ადრესაც არც კი გაუგია, რომ მას ან აგინეს ან შეურაცხყოფა მიაყენეს და მისგან დამოუკიდებლად რაღაცა სააგენტო სკროლვა სკრინის აღკვით დასაჯა ავტორი. კი ბატონო, ხო და ან მაგ დროს რომ შევდივართ შინაარსში ნაწყენი ადამიანი ბრჭყალებში ვთქვა, დაზარალებულიც კი არ არსებობდა და დასაჯეს ადამიანი მის მიერ გამოთქმული აზრის გამო. ანუ ვისი ინტერესია ამ დროს დაცული? რა ვიცი, ნუ ვის ეხმარებოდა? მაგასაც მოგახსენებთ, ანუ მოკლედ რო ვთქვათ, შინაარსში თუ შედიხარ, მაგ დროს გემოვნების საკითხი ხდება და ეს გემოვნება ყოველთვის ხელისუფლება ვისაც აქვს და ძალაუფლება ვისაც აქვს, იმის გემოვნებას უნდა მოერგო მაშინ, ანუ მის სასარგებლოდ. კი ბატონო, თუ მის სასარგებლოდ იქნება ეს, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნება, თუ მის საწინააღმდეგოდ იქნება, ყველაფერი აკრძალული იქნება, ხო? ამიტომ არის გამოხატვის თავისუფლება ზოგს გონია, რომ ადამიანებს შორის რაღაცა ერთმანეთთან უთანხმოების გასარკვევად არის მოგონი. არა, გამოხატვის თავისუფლება იცავს ადამიანს სახელმწიფოსგან, რომ სახელმწიფო არ იქცეს ტირანიად, რომელიც მას სიტყვის თქმას აუგზავნავს. და მათ შორის ის ადამიანები, ვინც ემხრობიან სიძულვილის ენის დასჭადობას, უნებლიეთ ან ზოგი განზრახდა, ზოგი უნებლიეთ სახელმწიფოს აძლევს მექანიზმს, რომ მოქალაქის წინააღმდეგ გამოიყენოს რაღაცა ტიპის ძალადობა სიტყვების გამო, ხო? შეიძლება მეც არ მომწონდეს მართლა ვიღაცის მიერ ზედმეტად შეურაცხყოფელი სიტყვების დაწერა Facebook-ზე თუნდაც ან საჯარო სივრცეში თქმა, მაგრამ
შენ როცა ამბობ რომ სახელმწიფო მოვიდეს და იმის გამო დასაჯოს ხალხი, მაგით შენ სახელმწიფოს აძლიერებ, ვინმეს კი სხვას კი რამეს კი არ რეგულირებ მაგით. სახელმწიფო ტირანიას აძლიერებ. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს და იმას, რასაც ქართული ოცნება ხშირად იყენებს მის სასარგებლოდ, რომ თითქოს ეს სწორია. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ თუ იმას აპელირებენ ამ ხნის განმავლობაში, რომ კონსერვატიული ძალა რელიგიურ ღირებულებებზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ასე შემდეგ, ევროპაშიც და ამერიკაშიც კონსერვატიული ძალა, ვინც არის, ყველა ეწინააღმდეგება იმ კანონმდებლობას, რაც არსებობს. ყველა ეთანხმება გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად დაცულობას. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტიდან დაწყებული, მისი მთელი მთავრობიდან გაგრძელებული და მათ შორის კონგრესი იქნება ეს თუ სხვა, უბრალოდ შტატის გუბერნატორების სიტყვაზე ან სხვები, მთელი ფუნდამენტი მათი იდეოლოგიის და მათი პროპაგანდის დგას იმაზე, რომ არ შეიძლება ეს ვოუკ ლიბერალებმა სიტყვის თქმა აუკრძალონ ადამიანებს. ანუ თუ ვინმე შექმნა ასეთი ცენზურა Facebook და სოციალური ქსელების სივრცეში, იყვნენ სწორედ ის ლიბერალები, რომლებისგანაც გამიჯვნას ასე მონდომები ცდილობს ქართული ოცნება, მაგრამ აკეთებს ზუსტად იმას, რაც Deep State-მა თუ შექმნა ეგ უბედურება ევროპაში, მაგ უბედურებას აკოპირებენ აქ და თანამობენ რომ ჩვენ კონსერვატორები ვართ და ისინი არ მოგწონსო, ხო? ანუ აი ეგ არის ზუსტად არასდროს და ეს ხალხსაც მე მგონი რომ უნდა განვმარტოთ რა არის ეს განსხვავება და რატო არის ეს არასწორი და მეორეა კიდევ ევროპაში ხდება და რაღაცა გადმოგაქვს, ხო? ევროპაში ხდება, მათ შორის თავისუფალი სივრცეა და ბევრი ცუდი რაღაცაც ხდება, ხო? ძალიან ბევრი რაღაც მე პირადად არ მომწონს, რაც იქ ხდება, მაგრამ მთელი არსი ამ თავისუფლების ის არის, რომ ის ცუდიც ხდება, კარგიც ხდება და შენ უნდა ამოირჩიო კარგი იქიდან და ის წამოიღო, ხო? შენ თუ იღებ იმ კანონს, რომელიც ამბობს, რომ Facebook-ზე რამის დაწერის გამო ადამიანი შეიძლება დააჯარიმო ან ციხეში ჩასვა, თუ ეს ცუდია და აკრიტიკებ, რატო გადმოგაქვს და რატო აკოპირებ, ხო? ანუ ლოგიკას მოკლებული არის და თან თუ რამის ეროზია ხდება ახლა ევროპაში, რაც მეც არ მომწონს. ეგ არის რომ მაგალითად რა ვიცი X-ზე თუ Facebook-ზე ადამიანი დაწერს რაიმე კრიტიკას და ამის გამო მიუვარდებიან და დააკავებენ ხო არის მართლა არის მას ან არის ასევე ისეთი პრეცედენტები როდესაც X-ი Facebook-ი თვითონ პლატფორმა დაჯარიმდა იმის გამო რომ მათ ვერ უზრუნველყვეს მათ კერძო სივრცეში რაღაცა წესის დაცვა და ამ hate speech-ის აღმოფხვრა. კი ბატონო, აი ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ეგ იქაც პრობლემა არის. ხო, და მილიონებით თუ მილიარდებით არა დაჯერება, რაც ასევე არასწორია. ჩვენ თუ გვინდა რომ კონსერვატიული ქრისტიანული ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა გქონდეს, უნდა შევეგუოთ იმას, რომ განსხვავებული აზრი უნდა იყოს დაცული, მათ შორის როგორც გვინდა არ იყოს მოსაწონი ჩვენთვის, ხო? არ შეიძლება რომ ერთი მხრივ ვიძახდე რომ მე ვიცავ თავისუფლებას და დასავლურ რაღაცა იმ კონსერვატიულ საფუძვლებს და მეორე მხრივ ვიღებდე კანონს რომელიც პირდაპირ ლიბერალური აი თანამედროვე რაღაცა ანუ იდეაში გამრუდებული გაგებით არის მიღებული რომლებიც აი რას ამბობენ ხო სიტყვაზე რატო არის არასწორი ახსნით და hate speech-ია ერთი აქ სიძულვილის ენა სხვანაირად არის გაგებული ჩვენთან არც სასამართლო გვაქვს მაგისგან დასაცავად რომ განმარტოს ეგ რა არის სიძულვილის ენა ეს hate speech-ი თუ hate speech-ს ვამბობთ hate speech-ი არის დისკრიმინაციული მოტივით გაკეთებული რაიმე კრიტიკა მაგალითად შავკანიანების წინააღმდეგ მაგალითად ქრისტიანების წინააღმდეგ ან რა ვიცი რაიმე ნიშნით LGBT ადამიანების წინააღმდეგ ადამიანს რა ვიცი იმ ნიშნით რომ აი კონკრეტულად მაგალითად ადამიანი ეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი და მას აგინებენ იმის გამო რომ არის რელიგიური უმცირესობის ხო ანუ ორიგინალი განმარტება hate speech-ის არის ეს და არა მთავრობის წევრების ანუ ეგ არის მაგის დასჯადობასაც მე პირადად არ ვეთანხმებ იმიტომ რომ მაგას სხვა პრობლემები მოყვება რა პრობლემები მოყვება ახსნი ახლა აი ეს პრობლემები მოყვება რეალურად რაც ჩვენთან დავინახეთ იმიტომ რომ სადაც იქ დაიწყო ვითომ კეთილშობილური მიზნებით რომ დავიცვათ ის უმცირესობები რომლებსაც პირდაპირ ზიანი არ ადგება მაგრამ პოტენციურად შეიძლება ჩაგრული ჯგუფია და აქედან რაღაცა აგორდეს და მე ზიანი მიადგეს აი მაგისმა დაშვებამ გახადა ზუსტად ის შესაძლებელი რომ დღეს ევროპაშიც ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებს არაადეკვატურად იჭერენ და არაადეკვატურ სანქციებს და ჩვენნაირ ქვეყნებში კიდევ მიეცათ გაშალეს ფრთები
მართლმა პარტიებმა და თქვენსო ხედავთ ევროპაშიც კი ხდება ეს და აგერ ჩვენ რატომ გვიშლით მაშინ რომ ვინ ჩვენ გაგულანძღავს ისინი დავიჭიროთ და გავუშვათ. კი ბატონო, მათ შორის იქაური ლიბერალური მთა იმას ვერ იაზრებს, რომ კი ბატონო ამას ვითომ მიიღებენ ამ უმცირესობების დასაცავად. ხომ ჩვენთან ხო სრული აბსურდია, რომ პარლამენტი ყველაზე პრივილეგირებული ადამიანი პარლამენტის წევრები და თავმჯდომარე დაიცვა რაღაცა ლანძვისგან და მაგას დაუძახოს იძულვის, ან იქ მთელი არსი ამისი ის არის დასავლეთში, რომ იცავს სუსტს უმცირესობას უმრავლესობისგან, ხო და ანუ აქ სუსტ საჯარიმო ანუ სუსტს ან ჩვეულებრივ მოქალაქის გადასახადის გადამხდეს საჯარიმები, რომ რაღა ვიღაცა ძლიერ ძალაუფლების მქონეს, რატო აკრიტიკებო, ანუ ვისაც ყველა მექანიზმი აქვს და მთელი სახელმწიფო რესურსი მის ხელში არის და მას ზუსტად მანდ არის ზუსტად გასავლების ზღვარი, რატო არის არასწორი იქაც. თუ შენ დაუშვებ, რომ მაგალითად უმცირესობების ლანძღვაგინება აკრძალულია, მაგალითად ელეგებულ ადამიანების ლანძღვაგინება აკრძალულია, მაგალითად რა ვიცი, რომელიმე რელიგიური უმცირესობების ლანძღვაგინება აკრძალულია. დაუშვათ, რომ ეგეთი კანონი მიიღე, რომ არ შეიძლება მაგის კეთება. მაშინ ესე შევხედოთ, ანუ თუ კონსტიტუციაში გიწერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანის ფერის, რასის, რაღაც რელიგიური შეხედულებების, ან პოლიტიკური შეხედულებების თვალსაზრისით. მაგალითად, თუ მართლ პარტიას ვლანძღავ მე პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაცია ხო გამოდის, ეგ აი ზუსტად ტექნიკურად რო განმარტო, ხო? აი ხო და ანუ მაგას განმარტავს აუცილებლად მართლ პარტია. შენ თუ იმას დაუშვებ, რომ მაგ გამონაკლისს რომ უმცირესობების გინება არ შეიძლება, მაშინ გეტყვის, რომ პოლიტიკური შეხედულებებით ჩემს დისკრიმინაციას ახდენ და თუ აქ არის დასჯადი, აქაც უნდა იყოს დასჯადი და თავის თავს დაიცავს წყალებში მოქალაქეებისგან და სინამდვილეში ეს დაცვა კი არ არის, ეს არის ტირანიისკენ გზა, ანუ იმ ძალაუფლების გაზრდისკენ გზა, რომელიც მერე შეუძლებს გახდეს ხელისუფლების ცვლილებას. იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაში, თავისუფალი გამოხატვის საფუძველზე, იდეათა შეჯიბრის წყალობით, ან რა არის გამოხატვი თავისუფლება ხო და დემოკრატია, იდეათა შეჯიბრის წყალობით, რომელიმე უპირატესი სამორჩევა. კარგის და ცუდის გარჩევა. კი ბატონო, შენ თუ გააკეთე ისეთი სისტემა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, რომ დასაჯონ მათ შორის მმართველი პარტიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, მაშინ მიიღებთ ტირანიას. და ჩვენ ახლა ამ გზაზე ვართ. ბევრი დაგვრჩა. კი, რა თქმა უნდა. ცოტა დაგვრჩა. უკვე ცოტა დაგვრჩა, იმიტომ რომ მე მახსოვს რამდენიმე 5-6 წლის წინ ჩვენ რაღაცნაირად ქილიკობდით ხოლმე იმაზე, რომ რუსეთში ცარიელი ფურცლის გამო ადამიანი დაიჭირეს, რუსეთში რაღაც სიტყვის თქმის გამო ადამიანი დაიჭირეს, რაღაც დღემდეც რუსეთში ომი რო გეხსენებინა, ადამიანს იჭერდნენ, ხო? ანუ იქ სიძულვის ენაზე აღარ არის, ექსტრემიზმის აბრალებს და ომი რო არადა ეხა უკვე თვითონვე ომს ეძახიან, ანუ მანამდე სამხედრო ოპერაციას ვინც არ ეძახდა ომს ეძახდა, ციხეში სვამდნენ მაგის გამო. და ეხა თვითონვე პროპაგანდისტებიც მათ შორის თუ მოусმენთ ომს ეძახიან, თვითონვე მიხვდნენ უკვე რომ ომია. ანუ და აღარ მიმდინარეობს. ხო და აი მაგ აბსურდებამდე მივდივართ უკვე რომ ხელისუფლების მიერ აი ეგეთი გასაკრიტიკებელი საქციელიც კი არ შეგიძლია რომ გააკრიტიკო. მოკლედ დაუშვათ და რუსეთმა დაიწყო ომი, პუტინმა დაიწყო ომი და არიან ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან ამ ომს ხო რუსეთში. და იტყვიან რომ არა ომს, მშვიდობა. ანუ მაგასაც კი სჯიან. და ჩვენ ზუსტად მანდ ვართ ეხლა, ან მანდ მივდივართ. ანუ ჩვენ თუ 5 წლის წინ გვიკვირდა ცარიელი ფურცლის გამო ადამიანს დაჭირა, ჩვენთანაც მოხდა ხო? გუშინ დაიჭირეს ადამიანს. კი ბატონო, გუშინაც დაიჭირეს რაღაცა უბრალოდ ფურცლების გამო ადამიანები, ხო? და ხვალ უკვე აი სიტყვაზე ლანძღვაგინებასაც აღარ დაუწყებენ, ანუ დასჯას. უბრალოდ მათთვის მიუღებელ აზრს, აი რო თქვა რომ რა ვიცი, უბრალოდ არ ვეთანხმები შალვა პაპუაშვილის გამოთქმულ მოსაზრებას. აი მაგის გამო შეიძლება რომ დასაჯონ ადრე, ამის მერე, იმიტომ რომ რას ქვია არ ეთანხმება, ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და როგორ შეიძლება რომ ის ცდებოდეს. ანუ აი მაგდონეზე ვართ, აი ეგ მანდ არის ბელორუსია, მანდ არის რუსეთი და მანდ მივდივართ ჩვენ. ამიტომ თუ არ გვინდა რომ ეს ჯოჯოხეთი ვაწარმოოთ ამ ქვეყანაში, მაშინ ეს უნდა დავამთავროთ როგორმე რა და დავაფუძნოთ სახელმწიფო, სადაც ანუ არ უნდა ეცადოს არავინ რომ თავის გემოვნებით მოაწყოს ეს ქვეყანა და უნდა გაითვალისწინოს რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. მე მათ შორის ჩემ პრაქტიკაში ვიცავ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც
ერთ სიტყვაში არ ვეთანხმები. ხშირად დამიცავს უკიდურესი მემარცხენეები, კომუნისტებიც კი დამიცავს ადამიანები, რომლებიც თუნდაც იმ ლანძღვაგინებას დიდად არ ვეთანხმები, რომ ლანძღვაგინება გამოიყენოს, არ არის რაღაც ლამაზი და რა გამოხატვის თავისუფლების დაცვის მთელი არსი იმაშია, რომ მაშინ იწყებს ეს მოქმედებას და მაშინ ხდება დასაცავი, როდესაც ის აზრი გამოითქმის, რომელიც არ მოგწონს, თორე თუ მე მომწონს შენს მიერ გამოთქმული აზრი და შენ მომწონს ჩემს მიერ არავის არაფერი არ ესაქმება, ხო? არავის არ ჭირდება დაცვა. დაცვა სჭირდება მაშინ, როდესაც ვიღაცისთვის მოუწონარი აზრი გამოითქმა. მათ შორის არ მინდა რომ ისე დავამთავროთ გადაცემა, რომ იუმორს არ შევეხოთ, რომელიც რაც თავი მახსოვს იყო ხელშეუხებელი. მე რაც თავი მახსოვს. მანამდე არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ მე დავიბადე საბჭოთა პერიოდის ბოლოსკენ და მას მე მახსოვს ის კარგი ხანა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებას დასცინოდნენ, ყოველდღიურ რეჟიმში დასცინოდნენ ტელეეკრანიდან. მათ შორის ის ადამიანიც იყო ერთ-ერთი ამ ყველაფრის შემოქმედი თავარი, რომელიც დღეს ზის თავის ტელეარხზე და მომხრეა ყველანაირი შეზღუდვების და ამბობს, რომ მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, სხვანაირად ფიქრობდი და ეხლა გავხდიო გასუდარსტვენიკიო, ხო, შალვა რამინშვილი ამბობს. ხო და მე მახსოვს ეს კარგი ხანა, როდესაც დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად შეუზღუდავი იყო დაცინვა და იუმორი. ახლა ეგ შეიძლება ფსიქოლოგები რაღაცნაირად ხსნიდნენ, რომ ეს რაღაცა ყველა რო ერთმანეთს დასცინის, რამდენად ნორმალურია ასეთ საზოგადოება და დიდაც ასია, ნუ არა, ჩვენ ზოგადად გვიყვარს დაცინვა, ბავშვობიდან ვიზრდებით, აი ესე ურთიერთ დაცინვა არის ხუმრობის განუყოფელი ნაწილი. მაგრამ მეორე მხრივ ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დასრულ ასაკში დაცინვა არის ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს მთავრობის დაცინვა არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, აბა, განამარტო კრიტიკა და კონსტრუქციული კრიტიკა დახვეწილი, დავარცხნილი ტექსტებით კი არა, დაცინვა, ისეთი მტკივნეული დაცინვა, რომელიც ატკენს. გონია რომ აი ამის გარეშე უბრალოდ რა ვიცი, ხო, რა აზრი აქვს ჩვენ საზოგადოებას? ეს ძალიან ქართული ამბავია. და ხა უცებ გამოდის და ვიღაცა ამბობს, რომ ეს ხუმრობა არ მოსულა. კი, ბევრი ხუმრობა, რაც არ მოსულა გარკვეულ ადგილას, სიტუაციაში. ხო, კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერზე ხუმრობა არ მოსულა, მაგრამ ამას შეიძლება გაეცეს შესაბამისი პასუხი, ადამიანი შეიძლება საკუთარმა საზოგადოებამ, ოჯახმა გარიყოს, ვერ ხვდები სად როგორი ხუმრო უთხრას, რავი, ნათესავმა აღარ დაპატიჟოს მეორეჯერ. ასეთი რაღაცა საზოგადოებრივი სანქციები ამას საპასუხო მოყვეს, მაგრამ არა ის, რომ კანონის ძალით სახელმწიფო დაიჭიროს, ან ვინმე წაახალისოს, რომ დახვდით და ცხვირპირი გავუერთიანეთ, იმიტომ რომ მაგან ცუდად იხუმრა ვიღაცაზე, მათ შორის გარდაცვლილ მწერალზე. რომელიც ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული იუმორით და დაცინვის ძალიან დახვეწილი მეთოდებით თვით საბჭოთა კავშირის დროს. კი ბატონო, მოდი ესე ვთქვათ, ანუ წეგანმოუთ ექსტრემებში უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, ეს კომიკოსები, ზოგადად ხუმრობა, იუმორი, ზუსტად ეგ არის რა, ანუ მათ შორის ვიღაც შეიძლება საწყიანი შეუსაბამო იუმორი რა არის, ხო, რაღაცა შეუსაბამობა, რაც იწვევს სიცილს. თუნდაც ეხლა ბოლოს რაც მოყვა მათ შორის ნოდარ დუმბაძეზე გაკეთებული განცხადებაც, აი მაგ შეუსაბამობის გამო იყო გაკეთებული, რომ აი როგორ შეიძლება ნოდარ დუმბაძეს შეაგინო, ანუ რა აქვს საგინებელი, ხო, ადამიანმა რა ვიცი, დაწერა ისეთი ტექსტები, რომლებიც მაზეც გავიზარდეთ ყველა, ჩვენ ყველა, ხო და ამიტომ ზუსტად ეგ იყო, რაღაცა შეუსაბამობა არის იუმორი, რომელიც ადამიანს აღძრავს მოულოდნელობის ეფექტი აქვს და აღძრავს იმ ემოციას, რომ ცინის ადამიანი, ხო? და მათ შორის აი დასავლურ სამყაროზე რო ლაპარაკობთ, ძალიან არის განვითარებული იქ stand-up comedy, სადაც აი შავი იუმორი. კი ბატონო, მათ შორის შავი იუმორი, სადაც აი მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ან ქართულ ოცნების მომხრება რო გადმოთარგმნონ ეგ ყველაფერი, შეიძლება შოქში ჩავარდნენ, იმიტომ რომ ისეთ თემებზე ხუმრობენ იქ, რაც ერთი შეხედვით არ არის სახუმარო, მაგალითად მე მომისმენია ძალიან ბევრი ხუმრობები თვითმკვლელობაზეც, რელიგიაზეც, აი სენსიტიურ თემებზე. კი, რიკი გერვაისი არის მაგალითად ჩემს საყვარელი ძალიან უხერხულად ვთქვი თავს რომ ვუსმენ, მაგრამ მისი ნიჭიერებით რომ შეუძლია ესეთ უფაქიზეს თემებზე, მათ შორის დაავადებულ ბავშვებზე იხუმროს ისე მტკივნეულად, რომ თან გაგეცინოს და თან გაბრაზდეს და თან ცრემლი მოგადგეს, ნუ აი არა, თან რა არის? შეიძლება არ შეეძლოს ასე ნიჭიერად ხუმრობა, ეხლა, მაგრამ ეს მესაჟს რომ დავსაჯოთ. კი, ანუ აი ეგ შეუსაბამობას რომ ამბობ, მათ შორის აი რატო არის საშიში სისტემებისთვის იუმორი ხუმრობა, იმიტომ რომ სინამდვილეში იქ რაღაც საფუძველი სიმართლის არის ხოლმე, რაღაცა რაც იმ შავ რაღაცას წარმოაჩენს, რომელზეც
ხუმრობით ისე ალაპარაკობენ საზოგადოებაში, მაგრამ შეგიძლია ხუმრობაში ეს რაღაცა ამოატივტივო ზედაპირზე, ხო? ამიტომ საზოგადოება თუ გინდა რომ გაჯანსაღდეს, მათ შორის ეგ პირიქით ხელშეწყობილი უნდა იყოს, რომ აი რაღაცა ის მათ შორის კრიტიკაც რო მაგალითად ნოდარ დუმაძეზე გაკეთებული ვიღაც არ მოეწონა, ხო? გაჩნდება კრიტიკა და ხალხი გადაწყვეტს თვითონ აგერ Facebook სამსჯავროზე გადაწყვეტება ვიღაც მოეწონება, ვიღაც არ მოეწონება და გაირკვევა ბოლოს რომ რომელია მართალი, რა ვიცი, სწორად თქვა ის, რაც თქვა თუ არასწორად თქვა, ხო? მაგას რო შენ როცა ახშობ კანონის ძალით და ციხით და ასე შემდეგ, მათ შორის მუშტით და მიგზავნებით ადამიანებს, ხო? ან შემთხვევაში ციხე არ ყოფილა, მაგრამ პროპაგანდის მანქანამ ხო მიუქცია ფაქტიურად ადამიანები. ხო და ანუ მაგას როცა აკეთებ შენ კლავ იდეაში საზოგადოების განვითარებას საერთოდ მათ შორის იმ პრობლემების წინ წამოწევას რაც საზოგადოებაში არის და ლაპარაკი არავის არ უნდა, იმიტომ რომ კომიკოსები ამას ყველაზე კარგად აკეთებენ ალბათ. შეიძლება საზოგადოების მაგალითად თვითმკვლელობის მაღალ დონეზე შეიძლება ადამიანმა ვერაფერი ვერ თქვას ისეთ იმიტომ ძალიან სენსიტიური თემა და ვერ ისაუბროს, მაგრამ კომიკოსმა ისე თქვას, რომ ეს ამაზე დააფიქროს საზოგადოების უმრავლესობა და პრობლემების გადაჭრის გზები ეძებოს. ესეთი ძალიან ბევრი მაგალითია ანუ სხვადასხვა სფეროში, სადაც შეგიძლია რომ ასე ვთქვათ, ხუმრობით და გაცინებით სიმართლე ამოატივტივო და ის დამალული, რაზეც არავის არ უნდა საუბარი, იმაზე ისაუბრა, ეს ღირებულება არის, დიდი ღირებულება არის, რომელიც ასევე ქრისტიანული ცივილიზაციის შედეგია. ვერ ნახავთ თქვენ სხვაგან ერთად stand-up comedy-ს, კომიკოსებს და ზოგადად ამ ჟანრს განვითარებულს, ანუ ესეც თუ კონსერვატორი ხარ და ქრისტიანი ხარ, ამას უნდა იცავდე შენ. მათ შორის იუმორისტებს უნდა იცავდე, იმიტომ რომ კარგი ხალხია, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ რისკზე მიდიან მათ შორის იმით, რომ საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვიონ და ამის თავისი რეპუტაციის ხარჯზე მიდიან რისკზე, რომ რაღაცა ისეთი თქვან, რასაც სხვა ვერ ამბობს ვერავინ. და ეს პირიქით დასაფასებელი საქციელია იდეაში, იმიტომ რომ თუ რაღაცას ვერ ამბობ, ესე იგი ის პრობლემად რჩება. თუ ამბობ და ამის თქმა შეგიძლია, მე შეგიძლია გადაჭრა. შენ როცა ისეთ საზოგადოებას აყალიბებს, სადაც საუბარი აკრძალულია, მათ შორის ესეთ შოკის მომგვრელ თემებზეც, რომელიც თუნდაც უმრავლესობას არ მოსწონდეს, ხო? მაშინ ესეთი პრობლემები დაგროვდება მხოლოდ და არ გადაიჭრება. ბოლო კითხვა სანამ დავამთავრებთ. ხელისუფლება, რომელიც ასე რეაგირებს დაცინვაზე, გამოხატულ კრიტიკულ აზრზე, იუმორზე, არის ის ხელისუფლება ძლიერი და ძლიერდება თუ არის სუსტი. გულწრფელად ვიტყვი, დასუსტებას ჯერჯერობით ასე გარეგნულად მე ამ ხელისუფლებას ვერ ვატყობ, მაგრამ მათი აი ასეთი ქმედებებიდან გამომდინარე, მგონია რომ ისინი ჩვენზე რიგ შემთხვევაში ჩვენზე უფრო კარგად ხედავენ იმ ბზარებს, რომელიც მათ გააჩნიათ. და ემართებათ ის, რაც ნებისმიერ ასეთ ტირანიისკენ მიდრეკილ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებას ემართებათ თავის ხიბლში, ძალაუფლების მეტი და მეტ ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილები უშვებენ უფრო და უფრო მეტ შეცდომებს. მაგრამ მე ფაქტობრივად ჩემი აზრი უკვე თქვი. შენი აზრი მაინტერესებს ამაზე. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, რასაც ახლა ესეთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ, ანუ შეიძლება თუ არა ნებისმიერი ხელისუფლება იყოს ქართველ ხალხზე ძლიერი. ანუ ეგ ხო შეუძლებელია. ქართველ ხალხზე ძლიერი ხო ვერ იქნება ხელისუფლება, ეგ გამორიცხულია ეგ. ანუ რაღაცა ტიპის ქართველი ხალხი აძლევს ლეგიტიმაციას მათ შორის მისი უმოქმედობით. ლეგიტიმაციას არ აძლევს ქართველი ხალხის უმრავლესობა, მაგრამ რაღაც დონეზე, სიტყვაზე რაღაც პროცენტი ვინც აძლევს, ჯერჯერობით ეგ საკმარისად მიაჩნიათ და ქმნიან ამ უმრავლესობის იმიჯს. ამ უმრავლესობას ვითომ უმრავლესობაში არიან. და ამას ხელს უშლის ზუსტად ეს კრიტიკა, მათ შორის აქციები, მათ შორის ხალხის საჯარო სიტყვების დაფიქსირება, მათ შორის Facebook-ზე გამოხატული აზრი და ასე შემდეგ. ანუ სუსტები რომ არ იყვნენ და ძლიერები რომ იყვნენ და მართლა უმრავლესობაში რომ იყვნენ. უბრალოდ ეგ არ დაჭირდებოდათ, იმიტომ რომ რა ვიცი ის მომხრეები და დარწმუნებულები იმ ყველაფერში, რაც აკეთებენ, რომ ეს ყველაფერი სწორია. თავიანთი მომხრეები რო ყავდეთ, ის მომხრეები ხო გაუწევდნენ წინააღმდეგობას Facebook-ზე და ეტყოდნენ რომ რა ვიცი ვიღაც თუ აგინებს შალვა პაპუაშვილს ხო ეტყოდა რომ რატო აგინებ, აგერ მეგობრებში ყავს სიტყვაზე 1000 ადამიანი, მე 1000-დან 500 ეტყოდა რომ ნუ აგინებ, ხო? არავინ არ ეუბნება მასეც, ვიღაცა რო რაღაც კრიტიკას დაწერს.
და ეს ტროლბოტებიც აღარ ყოფნით უკვე, იმიტომ რომ ფიზიკურად იმ რაოდენობას ვეღარ, იმიტომ რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მცირდება მათი ამორჩევლები და ამიტომ ბევრად უფრო სუსტები არიან სინამდვილეში და რაც უფრო ამგვარ რეპრესიულ კანონებს მიიღებენ, უფრო მეტად დასუსტდებიან ერთი შეხედვით, რადგან ძალადობის მონოპოლია აქვთ, ერთი შეხედვით ჩანან ძლიერები, კი ბატონო, ვიღაცა ერთეულებს დაჩაგრავენ, მაგალითად გიორგი ახობაძეს ჩასვავენ 25 დღით ციხეში, მაგრამ გამორიცხულია ქართველ ხალხზე ძლიერი არ შეუძლებელია ამ მიწაზე საქართველოში რომელიმე ხელისუფლება იყოს ქართველ ხალხზე ძლიერი. იმიტომ რომ თუ იმ ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგ მიდიხარ, რაზეც წეგამს საუბრობდი და რის საფუძველშიც ვართ ჩვენ და შემქმნელები ვართ ამ იდეოლოგიის, აი რანაირად შეიძლება რომ ეს დიდხანს გაძლოს ამან და თვითონ ხვდებიან ამას, რომ დაჭიმულია სიმები და რა ვიცი, ადრე თუ გვიან გაწყდება და ეს ცდილობენ რომ ანუ რატო შეიძლება გჭირდებოდეს უფრო და უფრო რეპრესიული კანონის მიღება თუ რაღაცა რეპრესიები უკვე გააქვს. ანუ ესე იგი ვერ აჩერებს ეგ ხო და უფრო ართულებ. თორე რო აჩერებდეს სიტყვაზე 5000 ლარი რო იყო ჯარიმა, ეგ მაგას რო გაეჩერებინა ხალხი, ხო აღარ მეიღებდნენ პატიმრობას. ეგ პატიმრობა რომ მიიღეს, მაგარ ვარ გააჩერა ხალხი. ეხლა გადაწყვნენ Facebook-ზე დასჯადობას, ხო? ანუ ეგენი რო აჩერებდეს ამ ხალხს, აღარ დაჭირდებოდა და ამიტომ იმაში თავდაპირველი მოსაზრებაში რომ სისუსტეს წარმოაჩენს, მართლა წარმოაჩენს ეგ. უბრალოდ თავარია ამ ხალხმა დაიჯეროს, რომ ესენი ეს ბუტაფორია, რაც ძალად დემონსტრირებით აქვს შექმნილი. სინამდვილეში ტყუილია უბრალოდ და ხალხმა უნდა ირწმუნოს იმისი, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, ქართულ ხალხს აქვს ძალა და არავის არ აქვს უფლება, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანი ძალადობით შეცვალოს და ამიტომ ვფიქრობ, სუსტები არის. მე სულ ფიქრობდი, რომ ის ზღვარი, რომელზეც ცნობილი გამოთქმა ეს ხო ხუმრობს ხოლმე ქართველი ხალხი, ამას აღარ მოითმენს, მაგრამ გულწრფელად ის, რასაც ქართველი ხალხი არ მოითმენს, ყოველთვის ჯეროდა, რომ ეს არის მათთვის ლაპარაკის უფლების წარქმევა. აი იგივე ნოდარ დუმბაძის რომანებში და მოთხრობებში ყველა ბირჟაზე ლაპარაკობენ, სოფლიო ამბებს განიხილავენ, ხო? მებებია ილიკო და ილარიონში და ყველგან ასეა და ეს არის მართლა ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლება. არ მესმის, რასაც ხსნიდი, რომ ქრისტიანული ღირებულებებიდან მოდის ეს ყველაფერი, შეიძლება უფრო ადრეც იყო. მოკლედ, როგორც არის, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მართლა ეს არის განუყოფელი ნაწილი, ქართველმა უნდა ილაპარაკოს. და მას თუ ელაპარაკს აუკრძალა, არ მგონია რომ ეს ამავე კარგად დამთავრდეს და ნუ ფაქტია რომ ვინც მიქარა და ეს დაუშვა, კარგად აღაასრულა. ჩვენს უახლოეს წარსულში ასე ხდებოდა. საბჭოთა კავშირშიც ასეთმა აკრძალვებმა ძალიან ხისტი წინააღმდეგობა გამოიწვია ქართველი ხალხის შემდეგ შევარდნაძის დროსაც იყო ამისი მეტნაკლებად, თუმცა გულწრფელი რო ვიყო, იქ იზრდებოდა თითქოს დღევანდელი გადასახედიდან უკეთესი მდგომარეობაც კი იყო. მერე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასაც იგივე დაემართა, ცოტა სხვა მეთოდებით, მაგრამ შინაარსობრივად იგივე იყო და აი ხლა ესენიც აჩქარებით მიისწრაფვიან იმ ზღვარისკენ, რომელსაც მე მჯერა რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა რევოლუციისკენ მოუწოდებ ქართულ ხალხს, თუმცა ზოგადად ხალხს ამის უფლებაც აქვს, მაგრამ მგონია რომ ეს იქნება ზუსტად ის წერტილი, სადაც ქართველები მიხვდებიან, რომ ასეთი საზოგადოების შესაქმნელად არ გვიბრძოლია ამდენი წელი, ამდენი დეკადა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იმისთვის არ გაგვიტარებია ბრძოლაში ფიზიკურად თუ ემოციურად, რომ მიგვეღო იგივე საბჭოთა კავშირი, რომლიდანაც თავი დავაღწიეთ. თუ ლაპარაკს აგვიკრძალავენ, რა მნიშვნელობა აქვს ამას რუსი გააკეთებს თუ ქართველი გააკეთებს. ხო და ნუ ამ შემთხვევაში ცოტა წინააღმდეგობრივი ემოცია მაქვს, თუ კი ეს ზღვარი ახლოვდება და მეტი შეცდომა დაუშვან გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით და იქნება უფრო მალე გამოფხიზდეს. ეხლა ისევ ექსტრემებში ვართ ჯერ, რაღაც ჯერ თითქოს ისე ჩანს, რომ ვიწრო წრეს ეხება ეს კანონები, ანუ მასობრივად არ არის გავრცელებული, ამიტომ ქართველი ხალხი ამაზე ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ მე მჯერა რომ სიტყვაზე კახელ გლეხს რო აუკრძალავენ
მოსავლას რო არ ჩააბარებს და ვინც არის პასუხისმგებელი იმის გინებას რო აუკრძალავენ, აი მაგ დროს გაივსება მოთმინების ზღვარი. არ შეიძლება კახელ ადამიანს ლანძღვაგინება აუკრძალო, ანუ გამორიცხულია, ეგეც ფუნდამენტური რაღაცას ეწინააღმდეგება, რაღაცა ისეთ, რასაც არ უნდა შეეხო ზოგადად, იმიტომ რომ ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია, მათ შორის კულტურის ნაწილიც არის, რომ შეაგინო ისეც, ვინც შეგინების ღირსია. არ დაიმსახურო და არ შეგა. ბატონო, კომუნისტების დროს პატრონს აგინებდნენ ხოლმე კახეთში, იმიტომ რომ საკუთრება წაართვეს და რაღაცა ნივთებს აგინებდა, რაღაც საქონელს, ვენახს აგინებდნენ ხოლმე პატრონს. იმიტომ რომ წაართვეს საკუთრება და არ იყო მათი და მაგიტო და ეგ მაშინაც ვერ აკრძალეს და ეხაც მით უმეტეს ვერ აკრძალავენ. ძალიან დიდი მადლობა დღეს სტუმრობისთვის, საინტერესო საუბარი იყო. წარმატებას გისურვებთ იმ საქმეში, რაც წააკეთებთ და მეტი ადამიანი გისურვებთ, რომ გაგეთავისუფლებინათ და მათი გამოხატვის თავისუფლება დაგეცვათ. შეგახსენებთ, თქვენ უყურებთ თავისუფალ ბაზარს TV36-ზე. მე ეკაონიანი ვარ და ჩემი დღევანდელი სტუმარი იყო ადვოკატი, ადამიანის უფლებათა და დამცველი გიორგი ტაბაკაძე. დაგიბრუნდებით 4 შაბათს ისევ თავისუფალ ბაზარში. Bye.